მოგესალმებით, სამაუწყებლო კომპანია გურიის ეთერშია გადაცემა თქვენი პარლამენტის სტუდიაში მუშაობ ანა კანაპლოვა. მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებულ ყველა სოფელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭება. ეს იმას ნიშნავს, რომ სოფელს ექნება უფლება ფლობდეს ქონებას, დადოს გარიგებები, მიიღოს შემოსავლები, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელეთ ან მოპასუხეთ. აღნიშნული ცვლილებები შედის კანონში ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ. რა შეიცვლება რეალურად სოფლის ცხოვრებაში კანონპროექტის დამტკიცების შედეგად, ამაზე ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ. წარმოგიდგენთ რეგიონალური პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის წევრს, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს ბატონ გია თევდორაძეს. ბატონ გია, მოგესალმებით. მოგესალმებით. და ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს, ფრაქცია ქართული ოცნების წევრს, ბატონ ზვიად კვაჭანტირაძეს. ბატონ ზვიად, მოგესალმებით. სალამი. ჩვენი გადაცემის ფორმატის მიხედვით სტუმრებს ექნებათ 25 წამი შესავალი სიტყვისთვის, კითხვებზე პასუხებისთვის და შეჯამებისთვის. აქვე იმასაც გეტყვით, რომ კითხვები თავად დეპუტატების მიერ არის შედგენილი. ბატონებო, სანამ კითხვებზე გადავალთ, გთხოვთ ზოგადად თქვენი აზრი გამოხატოთ ამ თემასთან დაკავშირებით. ბატონო გია, გისმენთ. პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ, მინდა მივესალმოთ ტელემაყურებელს, რა თქმა უნდა, აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც შეეხება სოფლის საზოგადოების თვითმმართველობას, შეიძლება შეფასდეს როგორც პოზიტიური ნაბიჯი, წინ გადადგმული ნაბიჯი, დეცენტრალიზაციის და არჩევითობის ყველა დონეზე კუთხით, მაგრამ მას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი, ბუნდოვანება, ზედაპირულობა. ჩემის აზრით, ეს ბუნდოვანება და ზედაპირულობა შეეხება კანონის იმ ნაწილს, სადაც უნდა მოხდეს ქონების გამიჯვნა მუნიციპალიტეტსა და სოფლის თვითმმართველობას შორის. დიდი მადლობა. ბატონ ზვიად, გისმენთ. მივესალმები უპირველესად გურიის ტელევიზიის მაყურებლებს, ჩემს ამომრჩევლებს. რა თქმა უნდა, ის რაც ხდება, რაც არის ინიცირებული, ეს არის უპირველესად ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირების ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს რეალური ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრებას საქართველოში. და მე ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ ვხედავ განსაკუთრებულ წინააღმდეგობებს. დიდი მადლობა, ახლა კითხვების დროა. პირველი კითხვა ბატონო გია. როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოხდა აქამდე სოფლის სტატუსი საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა? დიდი მადლობა შეკითხვისათვის. მე მინდა გითხრათ, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ხელისუფლებას, რომელიც ხატის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, ჰქონდა დაგეგმილი, რომ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის ყოფილიყო სოფლის სტატუსი კონკრეტულად განსაზღვრული და ასევე ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენის მხრიდან იქნება ინიცირებული სულ მოკლე ხანში, მე არ ვიცი ხა გავა თუ არ გავა ეს კანონი, თქვენ ესე რომ ვთქვათ განსაზღვრეთ, იქაც არის არჩევითი სოფლის მამასახლისი და ანუ სოფლის დონეზე არის თვითმმართველი. მადლობა ბატონ ზვიად. წარმოდგენილ ინიციატივას დიდი ხარვეზები აქვს. კანონში არ არის გაწერილი, როგორ მოხდება ქონების გამიჯვნა მუნიციპალურ თვითმმართველობასა და სოფელს შორის. თქვენი აზრით ეს გაურკვევლობა ხელს ხომ არ უშლის სოფლისათვის ქონების გადაცემას? მე ვფიქრობ, რომ კანონპროექტზე მუშაობა კიდევ გრძელდება და რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს და ამ კითხვებზე პასუხები აუცილებლად იქნება გაცემული. ჩემთვისაც გულწრფელად რო გითხრათ, პირადად არსებობს რაღაც შეკითხვები ზუსტად ამ მიმართულებით, ამას არ დავმალავ და მიმაჩნია, რომ ჩვენ გვძალუც ის, რომ მივიყვანოთ ეს საკითხები ბოლომდე და გავარკვიოთ ზუსტად ეს საკითხები, რომელზეც ახლა იყო საუბარი. ბატონ გია, ფიქრობთ თუ არა, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა გაძლიერდება? რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ და მას შემდეგ, რაც არჩევითობა იქნება ყველა დონეზე, სოფლის, მუნიციპალიტეტის და თუ იქნება, ვთქვათ, შესაბამისი კანონპროექტის სამხარეო მმართველობის დონეზე, თვითმმართველობა ქვეყანაში იქნება გაძლიერებული, მაგრამ კონკრეტულად უნდა იქნეს გამიჯნული ქონებრივი და ფისკალური უფლებამოსილებები მუნიციპალიტეტსა და სოფლის თვითმმართველობას შორის, მუნიციპალიტეტსა და სამხარეო მმართველობას შორის. მადლობა ბატონ ზვიად. კანონპროექტი მხოლოდ ზოგადად ამბობს, რომ სოფლის საზოგადოებრივი საბჭოს მოთხოვნის შესაბამისად სოფელს ქონება გადაეცემა, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული სოფელი მიიღებს თუ ვერ მიიღებს მოთხოვნილ ქონებას. არ არის დაკონკრეტებული ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ქონების გადაცემაზე. თქვენი აზრით, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები მეტ სიცხადეს და დეტალურად გაწერას არ საჭიროებს? მე ვფიქრობ, რომ საჭიროებს. სხვადასხვა მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც თავიდანვე ძალიან ბევრი შეკითხვით შეხვდა ამ კანონპროექტს და მე ამ ჩემს პოზიციას დღესაც ვადასტურებ. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ის კანონმდებლობები, რომელიც შედის და რომელიც მოწოდებულია რეალური თვითმმართველობის დასამკვიდრებლად, არ იქცეს ფარატინაქაღალდად და სოფელს და ქალაქს მივცეთ ჭეშმარიტი თვითმმართველობა, რომელიც გამაგრებული იქნება როგორც ქონებრივი, ასევე ფისკალური უფლება-მოვალეობებით.
ბატონ გია, თქვენთვის მისაღებია თუ არა სოფლისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება და თუ არა, მაშინ რა ალტერნატივა მიგაჩნიათ მიზანშეწონილად? ფიქრობ, რომ ოპტიმალური იურიდიული ფორმა არის, ზოგადად აი ამ კუთხით ჩვენ არანაირი შენიშვნა არ გვაჩნია აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, რომ პირველი რიგის ხარვეზი, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტს გააჩნია, ეს არის მუნიციპალიტეტსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის უნდა მოხდეს უფლებამოსილებათა გამიჯნება, იმიტომ რომ აი ამ კუთხით სერიოზული ხარვეზები გააჩნია თვითმმართველობის პროექტს, ასე რომ ვფიქრობ, აღნიშნული კანონპროექტი არის პირამიდის წვერი და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით უნდა დაწყებულიყო აღნიშნული კუთხით რეფორმა. ბატონ ზვიად, თქვენი ოპონენტის ბოლო კითხვა. ჩვენი სოფლებისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადასაწყვეტად ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ქონება უნდა იყოს თუ არა გამიჯნული. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საჭიროა უმცირესობასთან კონსულტაცია და გამოცდილების გაზიარება? აი ეს მე მგონი პირველი საკითხია, რომელშიც შეიძლება შევეკავათო ჩემს ოპონენტს, იმიტომ რომ მანდამაის დიდი გამოცდილებით, უბრალოდ დიდი წარმატებებით ამ მიმართულებით წინა ხელისუფლება ალბათ ვერ დაიკვეხნის, სწორედ აქედან გახდა აუცილებელი თვითმმართველობის ამ რეფორმის ჩატარება. რა თქმა უნდა, გამიჯნული უნდა იყოს, კითხვის პირველ ნაწილს შევეხები და რაც შეიძლება კონკრეტულად უნდა იყოს გამიჯნული. დიდი მადლობა და ბოლოს გთხოვთ შეაჯამოთ ეს თემა, ბატონო გია, გისმენთ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად ხარვეზებისა, აღნიშნული კანონპროექტი, რა თქმა უნდა შეფასდეს როგორც პოზიტიური ნაბიჯი თვითმმართველობების და დეცენტრალიზაციის გამტკიცების კუთხით ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ალბათ მეტი დეტალიზება, მეტი კონკრეტიკა არის შეტანილი აღნიშნულ კანონპროექტში და იგივე დაუბრუნდები იმ თემას, რომ კარგი იქნება თუ კი უმცირესობას და უმრავლესობას ექნება გამოცდილების გაზიარების და რაღაც გარკვეული აცთა გაზიარების შესაძლებლობა ერთმანეთთან აი ამ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში. ბატონ ზვიად, თქვენი შეჯამება გისმენთ. ჩემი აზრით, აღნიშნული კანონპროექტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, თუნდაც ევროპის სოციალური ქარტიის შესაბამისად ჩვენ უკვე წინ ვდგამთ ნაბიჯს, რომ რეალურ თვითმმართველობას ვაძლევთ სოფელსაც და ქალაქსაც, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე თვითონ მაქვს გარკვეული შეკითხვები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ახლა ვისაუბრეთ და მე ჩემს კოლეგას და ეს საკითხები ყველა მოითხოვს კონკრეტულ პასუხს. დიდი მე მადლობა. ვფიქრობ, რომ ძალიან წინ მივდივართ ამ მიმართულებით. თქვენ რა მოიწურა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონებო იმისთვის, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები. ასეთი იყო თქვენი პარლამენტი დღეს, მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.